დავბრუნდით ვიდაპირებაში და საწავიდოდით. დავბრუნდით და რაღაცა კუთხით კვლავ ვეხმიანებით უკრაინას და კიევში მიმდინარე მოვლენებს. და მიუხედავად იმისა, რომ არის უკიდურესად დაძაბული ვითარება უკრაინის დედაქალაქში, საკმაოდ ფრთხილობს ყველა, ვისაც ჰქონდა გარკვეული საქმე დაგეგმილი, ან სწავლობდა იქ, ან მუშაობდა, ვთქვათ, იმ ტერიტორიასთან, სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა არ გადადო საკუთარი გასტროლი უკრაინაში და მიემგზავრება ორთვიან გასტროლზე, ტურნეში. მე დასაწყისში ვთქვი 2 კვირა და მერე დანიმ შემისწორა 2 თვეო, თქვენ წარმოიდგინეთ, აი ახლა ამ მდგომარეობაში მიდიან 2 თვით, ბილეთები გაყიდულია და ეს არის პარადოქსი, თუმცა აბსოლუტურად გასაგებიც არის რაღაც მომენტში. და მოდი არ დავაყენოთ, მაშინ მოვიწიოთ ისინი. მოცეკვავები ტატა გომელაური, ფიქრი აყიფიანი, ზუგა კანტროშვილი და ნინო სუხიშვილი. გთხოვთ მობრძანდეთ ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი. გამარჯობა. მე მინდა დასაგიკრა. გამარჯობა. მობრძანდით, დაბრძანდით, გამარჯობა. პირველ რიგში მაპატი ეგვანცა მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი აქტოვანება გამოვხატო, ვიყავი რამიშვილებზე, მქონდა ბედნიერება რომ ორჯერ მოვხვდი, აი ასე ერთხელ შემთხვევით და ერთხელ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩემი აქტოვანება აღტაცება, რა ვიცი, ცეკვით, მუსიკით, კოსტიუმებით, რამაც აი უბრალოდ საოცრად მომხიბლა. მე ძალიან მაგრებად ბევრჯერ გითხარი და ყველგან აღნიშნე, სადაც შეიძლებოდა და არ მბეზრდება პირდაპირ ეთერშიც, აი არ ვიცი, მინდა რომ აი აკეთა ეხლა. იმიტომ რომ აი მთელი სულით, ცხეულით იქ სცენა, ნუ რაღაცა საოცარი სანახაობა იყო, როგორც ბაი მაგარ ჩამოვთვლი მუსიკა, კოსტუმი იქნება ეს თუ რა. როგორც ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა, მიხარია განსაკუთრებით თქვენგან ამის გაგება. ეხლა მიემგზავრებით, პრინციპში ცხელი წერტილი ქვია ამას. კი, როგორც ყოველ წელს, უკვე მე-9 წელია ჩვენ დავდივართ უკრაინასა და ბელორუსიაში გვაქვს ხელშეკრულება და ყოველი წლის თებერვალი და მარტი, ეს 2 თვე გამოწერილი გვაქვს უკრაინის ტერიტორიაზე კონცერტები. ამჯერადაც არაფერი არ შეიცვლება, პირიქით უფრო მეტი კონცერტია დაგეგმილი ვიდრე შარშან და შარშანწინ, 42 კონცერტია დაგეგმილი 36 ქალაქში. და გვემზადებით 30-ში უკვე მივფრინავთ. მაგრამ კიევის სამარეულობებთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რომ ჩვენ რომ მოგვიწევს კიევში ჩასვლა და კიევი გვიწევს მარტის თვეში, 7 და 8 მარტი არის დაგეგმილი კონცერტები, იყო 2 კონცერტი დაგეგმილი და რამდენიმე დღის წინ დაგვემატა კიდევ 2 შუა დღის კონცერტები. იმდენად ბევრი ამ სურველი და ბილეთები თითქმის გაყიდულია და კიდევ 2 კონცერტი დაგვემატეს. ესე იგი, ეხლა უკვე იანვარში გაყიდულია მარტის ბილეთები. რა პროგრამით მიდიხართ მაშინ? მივდივართ შერეული პროგრამით, ჩვეულებრივი ჩვენი კლასიკური ტრადიციული პროგრამა იქნება პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი იქნება ახალ პროგრამას ვეძახით, მაგრამ ისიც უკვე აღარ არის ახალი, უბრალოდ ჩვენ ბოლო 2-3 წელია უკრაინაში მარტო ტრადიციული პროგრამა დაქონდა და 5-6 წლის წინ ქონდა ახალი პროგრამა, მაშინ ძალიან ახალი იყო და ეს ჯუთა ზეკარი, აი ამას გულისხმობ ჩვენი ახალი ცეკვებით და შერეული პროგრამით მივდივართ და კიდე გვექნება უკრაინული ცეკვაც, უკრაინელ მაყურებლისთვის, ეს ძალიან ისეთია ამაღელვებელი და სიამოვნებს ძალიან ყველა ერს, როცა მათი ცეკვა ჩაგვაქვს, როგორც ბულგარეთში ქონდა ბულგარული, უკრაინაში ჩაგვაქვს უკრაინული, განსაკუთრებით ეხლა, როცა ნაციონალური გზნობები ესეთი გამძაფრებულია უკრაინაშიც. კი, ნამდვილად და სულ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი არის რეალურად ის ცხოვრება, რომელსაც ატარებთ ჩემოდნებზე თვეობით. და როდესაც თითქმის არ გიწევთ ჩემ ჩემოდნის ამალაგება, იმიტომ რომ მეორე დღეს თუ არა შეიძლება იმ დღესაც კი მოგიწევთ სხვა ქალაქში წასვლა. შეგიძლიათ ცოტა მაინც მოგვიყვეთ რა ხდება. და კიდევ რა გაძლებინებთ, რომ ყოველ დღე ესეთი დატვირთვით იმუშაოთ, იმიტომ რომ მე 4 რიცხვიდან 19 რიცხვამდე ყოველ დღე ერთ და იგივე სპექტაკლი მქონდა და ცოტა ბოლოს ესე ვიყავით რაღაც შემოდგომის ბუზებივით, უკვე აი არეული რო გაქვს, გონია რომ აი დეჟავიუ გაქვს, ანუ სუაკ ახარ თუ რასაკეთებ, უკვე რამსები რო გერევა და თქვენ ასეთი დატვირთვით 2 საათი კონცერტი თითქმის ხომ მიდით, ყოველ დღე თან
გამოძინებას ვერ ასწრებთ, იმიტომ რომ გადასვლები გაქვთ ხანდახან, ხო? თან გამოძინება მე ერთობიან ხო? აბა კი. გძინავს ავტობუსში. ავტობუსში, ხო. ავტობუსში პრინციპში სამხედრო რეჟიმში ვცხოვრობ. ხო. ადექი, ჩაჯექი ავტობუსში, მიდი თეატრში, მოდი სასტუმროში. აბსოლუტურად სამხედრო რეჟიმში ვცხოვრობ, მაგრამ რა გვაძლებინებს ალბათ სიყვარული ცეკვის და ერთმანეთის მიმართ. და ის ტაში. და მაყურებელი, რომელიც ოვაციებს ნამდვილად არიშურებს. გადარეულები არიან, ძალიან თბილი მაყურებელია. 9 წელია დავდივართ და ერთი კონცერტი არ მახსოვს, რომ ცოტა ისეთი ტაში არ ყოფილიყო, როგორიც პირველ წელს. ყოველთვის ანშლაგით მიდის ჩვენი კონცერტები და ყოველთვის მართლა სასწაულ ემოციას ვღებულობთ კონცერტის მერე. ეს არის ყველაზე მთავარი კულმინაცია კონცერტის, რომ აი დგეხარ სცენაზე, მაყურებელი გიკრავს ტაშს და აი ამით ალბათ ივსები კი ყველანაირად. რადგან დადიხართ ამდენი წელია, იქ ალბათ ბევრი მეგობარი გყავთ. ბიჭები რამდენ მეგობრებს გაიჩენდნენ და მაინტერესებს თუ გაქვთ კონტაქტი, ანუ რა ხდება იქ, თუ გაქვთ ნერვიულობის მომენტი, რომ არის მაინც არეულობა კიევში და რასაკვირველია ძალიან განვიცდით და ძალიან თვალყურს ვადევნებთ რაც ხდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და ყოველთვის არის სანერვიულო, იმიტომ რომ რაღაც ერთნაირი სცენარები ვითარდება. მე ჩვენ ორ ქვეყანას ესეთი ისა გვაქვს, რომ ერთი სიშია რომ შეიძლება რაღაც აქეთაც იყოს იგივე სცენარი და რასაკვირველია გვაქვს კონტაქტი ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან, ჩვენ პროდიუსერებთან, ვინც ამდენი წელია უკვე სააგენტო ყავს იქ, ვინც გვემსახურება და ვინც ამ კონცერტებს გვიგეგმავს, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ მარტისთვის ყველაფერი დაწყნარდება, სანამ ჩვენ კიევში ჩავალთ და ხალხის მღელვარება, რასაკვირველია განცდები და მღელვარება ბუნებრივია, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო და სერიოზული ვითარებაა. თუმცა ცხელწერტილებში მოგეხსენებათ, ჩვენთვის არ არის სიახლე, ჩვენ ლიბანში ვიყავით ომის დროს და ბეირუთში დღისით იყო სროლები და საღამოს სავსე დარბაზები, ასე რომ აი თქვენ ეს რა სიტუაციაში აღარ გიცეკვიათ და წერანაც გითხარი, სანამ შემოხვიდოთ, ესეთი იდეა გამიჩნდა და თქვენ არ გაგიჩნდათ რაღაცა იმ ცხელწერტილში პატარა ფარიკაობა გვერდში დგომისთვის არ შეიძლება. იცით რა არის, ჩვენ მარტში მოგვიწევს კიევში ჩასვლა და გააჩნია რა მდგომარეობა იქნება 8 მარტისთვის. დაუგეგმავად სპონტანურად იქნებ გადაუხვიოთ. არ ვიცი, მაგრამ ნახოთ ისე ცხელწერტილებს რაც შეეხება, ჩემი ოცნება და გავაჟღერებ. ყოველ შემთხვევაში თუ შემოწარდება იქნება თქვენ უარს ამაზე. მაგრამ აფხაზეთში ხორუმის ცეკვით შევიდეთ და გავმართოთ კონცერტი და ჩვენი დიდი ტკივილი რაც არის ოსეთი და აფხაზეთი აღარ იყოს და ეს გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო ვიხილოთ მალე. და ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმიტომ რომ სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს მთლიანობა ჯერჯერობით მარტო ჩვენ პროგრამაშია დაცული. ჩვენ ცეკვავთ აფხაზურსაც, ცეკვავთ ოსურსაც და თვლით რომ ჩვენი ძმები არიან და ეს ერთი მთლიანი საქართველო როდესღაც დაგვიბრუნდება. და უკრაინელ მეგობრებს მინდა რომ თანადგომა გამოუცხადო და გაუზიარო ჩვენი ტკივილი და მათ გვერდზე დგომა მორალურად იქნება ეს თუ ფიზიკურად განვახორციელოთ თუ ამის საშუალება გვექნება. და თქვენ ახლა ლიბანი ახსენეთ, იქ დაცვა იყო თქვენი თქვა დასის ან სასტუმროს ან როგორ მიდიოდეთ? არა, სპეციალური დაცვა არსად არ გვყავს ხოლმე. უბრალოდ მაგ სიფრთხილე მაინც გმართებს, იმიტომ ყველა ერთად წერტილი იყო ამ ცხელწერტილზე თქვა ლიბანზე. დღისით არ უნდა უბრალოდ არ უნდა გახვიდე იმ მოედანზე, სადაც საომარი მდგომარეობა, სადაც კარვებია გაშლილი და სროლა ელემენტარულად შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდეს, ამიტომ იმ ტერიტორიაზე არ უნდა გახვიდე და სასტუმროდან თეატრში ავტობუსს დაყევხარ ხოლმე. მოცეკვავებს მინდა ვკითხო, ესეთ გარემოებებს აქვს გარკვეული აზარტი, როდესაც გიწევს თქვა ესეთ ადგილას ჩასვლა, სადაც არის საომარი მოქმედებები და შენ გიწევს იცეკვო. ალბათ აქვს კი. თავისთავად ექნება. რა თქმა უნდა. იცით რა, მე მგონია რომ არტისტი რომელიც გადის სცენაზე, ის ცეკვავს ღერის თუ თამაშობს, ყოველთვის რაღაც სათქმელით გადის. ყოველთვის, იმიტომ რომ ის გეხმარება, ის ზუსტად აწვდის შენ სათქმელს და ზუსტად ადეკვატური არის ხომ და აი ახლა მე მგონი ძალიან დიდი სათქმელით იცეკვებთ თქვენ და ეს იქნება გაასმაგებული, იმიტომ რომ სათქმელი ერთი გვაქვს ჩვენც და უკრაინელებსაც. და საერთო ისტორიაც შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს. ხშირად მეკითხება უკრაინელი ჟურნალისტები, აი იმ საერთო ხაზი თუ არის ჩვენ ქვეყნებს შორის, თუნდაც დღევანდელი ისტორია თუ
წინა ისტორია, აი ცოტა შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამ ორ ქვეყანას რა პარალელები აქვს საერთოდ ძალიან უყვართ ამ შეკითხვის დასმა უკრაინაში. და სხვათა შორის იცით მინდა გითხრათ, რომ ძალიან საკმაოდ ნაციონალური თვისებები აქვთ უკრაინელებს, ძალიან პატრიოტები არიან და განსაკუთრებით თავის ენას უფრთხილდებიან ძალიან. იმდენად რომ ბევრ ტელევიზიაში უკრაინულად მე და ილიკოს უკრაინულად გვიწევს პასუხები ინტერვიუზე, იმიტომ რომ რუსულად არ გვეკითხებიან, უკრაინულად გვეკითხებიან და ჩვენ ვცდილობთ რომ უკრაინულად უპასუხოთ. იმდენჯერ ვიყავით უკვე რომ ცოტა ერთ-ორ სიტყვას ვაბავთ. კარგით, თუ არის თქვათ რაიმე ისეთი იქ, რაც იმ მაყურებელს განსაკუთრებულად ხიბლავს. აი, რომელიც ცეკვა მაგალითად, აი თქვენი გამოცდილებიდან. ყველაზე დიდი აპლოდისმენტები რომ ყველაზე ძალიან მოსწონთ ალბათ ეს ფარიკაობა. ეს ხმლები, ხანჯლური იგივე. ნუ ყველა მოსწონთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი აპლოდისმენტები და ოვაციები ამ ცეკვებზე მოდის. ეხლა უკრაინულს რო იცეკობთ, თქვენ მაშინ ნახეთ. ძალიან მოსწონთ მუსიკა. ეხლა უცებ გამახსენდა ვაპარაკობთ. მუსიკა მოსწონთ ძალიან და ჩვენიერ დღეს როდესაც დასრულდა კონცერტი, ნუ არის დიდი ოვაციები. ამოდის ერთ-ერთი ქალბატონი ყვავილებით ხელში და ჩვენ მიჩვეულები ვართ გოგოები რომ ქალებს უნდა მოგვართო ყვავილები. წინა პლანზე დგევართ ქალები, უკან ბიჭები, აი ესე ჩაგვიარო ყველას წავიდა და ჩვენ ერთ-ერთ მედუდუკეს მიართო ყვავილები. სხვა შორის ყოველთვის არიან რაღაცნაირად ისე დაჩაგრულს არ ვიტყვი, მაგრამ ჩრდილში და ხაზი გაუსვათ, რომ მათი უდიდესი დამსახურებაა, ჯერ რასაც თქვენ რეპეტიციებს უძლებენ ისინი, იმისთვისაც მადლობა და მე იმ საოცარი მუსიკისთვის და კონცერტისთვის, რასაც დამოუკიდებლად უსმენ, მაგალითად მე დისკი მაქვს და უსმენ ხოლმე, ჩაწერილი მაქვს, ყოველგვარი ცეკვის გარეშე, ესე ჩართული მაქვს და უსმენ. რამდენ კაციანი შემადგენლობით მიდიხართ ორთვიან მოგზაურობაში? ორთვიან მოგზაურობაში 65 კაცის შემადგენლობით მივდივართ და კიევში ტრადიციულად ყოველ წელს ვამატებთ ხალხს და 100 კაცი გვეყოლება სცენაზე კიევში. დიდი სცენაა ძალიან, პალას უკრაინა არის უზარმაზარი დარბაზი და 3600 ადგილია და ჩვენ საშუალოდ ყოველ წელს 3-4 ანშლაგს ვაკეთებთ. და ეს დარბაზი ცენტრშია? ქალაქის ცენტრშია, არ არის მაიდანთან ახლოს არ არის, მაგრამ ცენტრად ითვლება, მაინც კიევი დიდი ქალაქია და დიდი ცენტრი აქვს. თუმცა იქვე ახლოს არის ჩვენ ყოველთვის ვსეირნობთ და შეირნობდით. ჩვეულებრივად კი, ფეხით არ არის ძალიან შორს, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მარტისთვის ჩაქრება ეს საომარი მდგომარეობა და საერთოდ არა მარტო კიევი, ჩვენ ვიწყებთ აღმოსავლეთ უკრაინაში და ქალაქი ვინიცა, რომელიც ასევე ერთ-ერთი პირველი ქალაქია ჩვენ გეგმაში, იქაც არეულობებია, გუშინ ზუსტად თქვენი არხით შევიტყვე, რომ კი ლვოვშიც იგივე ხდება. ლვოვი ცოტა მერეა, ჩვენ ჯერ აღმოსავლეთ უკრაინას მოვივლით და მერე გადავდივართ დასავლეთ უკრაინის ქალაქებში და 36 ქალაქი საკმაოდ ბევრია. კიევის შემდეგ გაქვთ კიდევ დაგეგმილი, მე ვიცი რომ წინსწრებად არის ცნობილი გასტროლების გრაფიკი. რასაკვირველია, კიევის მერე ჩვენ პირდაპირ კიევიდან მივმგზავრებით ბელორუსიაში, გვაქვს დაგეგმილი იქაც 4 ქალაქი თუ 5 ბელორუსიის ტერიტორიაზე, მერე იქიდან გადავალთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რიგა და ტალინი გვაქვს გეგმაში და იქიდან გადავალთ ფინეთში. და 3 ქალაქი ფინეთშიც არის დაგეგმილი ჩრდილოეთისკენ და ჰელსინკიდან დავიმეორებთ. ელი Facebook-ი იყო აჭრილებული, ძალიან ბევრი ხალხი ვერ მოხვდა. რა უნდა გეკითხა? რა უნდა მეკითხა და ამდენი ხანი ოჯახებს რო წხდებით? მართლა გულწრფელად მაინტერესებს რა მდგომარეობა თქვენს ოჯახებში. აი, იქით არ გაიხედოთ, მე მესაუბრეთ მაგით. პირადად ჩემო ძრახში ჩვენიერი მდგომარეობა. მიჩვეულები არიან აბსოლუტურად. მეუღლეც, შვილებიც, დედაც ყველა. ეჩვევიან ოჯახის წევრები, ეჩვევიან, იციან რომ ეს ჩვენი პროფესიაა და კიდევ გამომდინარე ჩემი მეუღლე ყოფილი მოცეკვავე იყო, ჩვენ იქ შევუყვდით, გავიცანით ერთმანეთი, ამიტომ მისთვის ეს პირიქით გულშემატკივრობს და დაინტერესებულია ჩვენი წარმატებებით, ასე რომ იკითხე რამიშვილებს. არა, რამიშვილებს მაინტერესებს, როდის იკითხება, იმიტომ რომ მთელი თბილისი ელოდება ნახევარი ხალხი, რომლებიც ვერ მოხვდა. ახალი პროექტი რამიშვილები გამეორდება მაისის თვეში, ხა მიმდინარეობს ჩაწერა დისკის მუსიკალური დისკი იწერება, აი პროცესში ხა ჩვენი მუსიკოსები მუშაობენ, ბრავო სტუდიაში იწერება და იქნება მაისში უკვე დისკის პრეზენტაციაც და
კონცერტების ციკლიც გამეორდება. თუმცა რო ჩამოვალთ აპრილში ჯერ ვგეგმავთ ჩვენ სუხიშვილების ჩვეულებრივ კონცერტებს ჩავატარებთ ჯერ და შემდეგ მაისში ჩავატარებთ უკვე ახალ პროექტს, ასე რომ გაზაფხული თქვენთანა ვართ. აპრილი, მაისი საქართველოში და თბილისში გავმართავთ კონცერტებს. ასე რომ დაელოდეთ აპრილ-მაისს. მანამდე კი თქვენ გელოდებიან უკრაინაში, სადაც ვიცი რომ მოლოდინი საკმაოდ დიდია, ძალიან უყვარხართ და ჩვენ ძალიან გვიხარია რომ მიუხედავად იმისა რომ დაგეგმილი იყო ეს ტურნე, რაღაცა თითქოს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ხართ, ვინც გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს. ჩვენც ესე ვგრძნობთ, რათა მხარდაჭერით მივდივართ და თან ჩვენ ყავს ფან-კლუბი უკრაინაში, ამდენი წელი ჩამოყალიბდა უკვე 9 წლის განმავლობაში. ჩვენი ფან-კლუბი ყავს, რომელიც დაყვება ქალაქიდან ქალაქში და ესეთი ძალიან დიდი სიყვარული არის უკრაინელი ხალხისგან ჩვენი ხელოვნების მიმართ და როგორც სახლში ისე ჩავდივართ უკვე მე-9 წელია. წარმატებები. დიდი მადლობა და წარმატებები თქვენ. ჩვენ დღევანდელი გადაცემაც ამით არის დასრულებული. ხვალ გვიყურეთ, რა თქმა უნდა, იგივე დროს რუსთავი 2-ს. ხვალამდე. ხვალამდე.